სამებით მოსამივესალმებით ტელემაყურებელს და ნამდვილად გავიმარჯვებთ ჩვენ, იმიტომ რომ სხვანაირად გამორიცხულია. სხვა შემთხვევაში უბრალოდ გამოვა რომ ქვეყანა დაიღუპება და საერთოდ სამშობლო აღარ გვექნება. და ეს გულის ტკივილი იმდენად მძაფრი არის თითოეულ ჩვენგანში, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობაში, რომ მგონია რომ ეს ბრძოლა, ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივიღებთ სასურველ შედეგს და ეს სიმღერაც სწორედ აი ამას ემსახურება. როდესაც საქართველოში ვიყავი, მაშინ მიკა მდინარაძე მითქვა, რომ აჩიკო გიორგობიანმა დაწერა ძალიან კარგი სიმღერა და მგონია რომ შენ უნდა იმღერო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მომღერალი, როცა მღერის სიმღერას, იმ სიმღერაში თავის სათქმელიც იყოს რა, უბრალოდ სიმღერას არ მღეროდეს ეს რაღაც უბრალოდ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ემოციური მხარე ხო სიმღერაში, აქ მარტო რაღაცა ვოკალური ამბავი ხო არ არის. ამიტომაც, როდესაც შემდეგ არჩილ გიორგობიანმა გამომიგზავნა ეს სიმღერა, მივხვდი რომ აი აქ იყო ნამდვილად ჩემი სათქმელი. ჩემი სათქმელი იყო ის, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ არსებობს ორი გზა, უნდა გავიმარჯვოთ, ან უნდა დავკარგოთ ყველაფერი. და ის რაც უმპედანაც ამოვედით მთელი ამდენი წლის განმავლობაში და ვიარეთ წინ, რომ განვითარებულიყავით და რაღაცნაირად დემოკრატიულ საწყისებზე და დაგვეწყო ცხოვრება და აგვეშენებინა დემოკრატიული წყობა და დემოკრატიული ქვეყანა გქონოდა ზოგადად, ხო? აღმოჩნდა რომ დღეს ეს ყველაფერი საფრთხის წინაშეა. ნუ საფრთხის წინაშეა რა, ფაქტობრივად დღეს გამოვიდა რომ ჩვენ თავი ამოვყავით ავტორიტარულ სახელმწიფოში, სადაც ყველა ერთად ხედავთ რაც ხდება. აი თქვენს პარალელურად კლიპის კადრებს ხედავს ამონარიდებს მაყურებელი, ეს არის შეკრებილი ყველა იმ მძიმე მომენტისა თუ ამაღელვებელი მომენტები ბრძოლისა. ბრძოლა იყო ფაქტობრივად ნოემბრის თვეში, განსაკუთრებით რუსთაველის გამზირზე და აი ამ კადრებს ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებთ, მოკლედ რა გაიარა კლიპის რეჟისორი არის ბესო სოლომანაშვილი, რომელმაც თავი მოუყარა ამ ყველაფრის ჩატევა პრინციპში აი ამ 4 წუთში ალბათ წარმოუდგენელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კადრი აიღო და ჩასვა აი ამ ვიდეოში, რომ ყველას გვახსოვდეს რა ხდებოდა ნოემბერში, რა ხდებოდა დეკემბერში, იმიტომ რომ მარტო ნოემბერი არ იყო ესეთი მძიმე, დეკემბერიც არანაკლებ მძიმე იყო. მე მახსოვს 30 ნოემბერს ჩამოვფრინდი და წავედი მომენტალურად აქციაზე, სადაც დამწყდა სხვა რაოდენობა ჩვენი მოქალაქეებისა და ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი, იმიტომ რომ ძალიან რთულია, როცა შორიდან უყურებ ამ ყველაფერს, ძალიან განიცდი, აი როგორ გითხრათ, კანში ვეღარ ეტევი, იმიტომ რომ კიდე რომ შენ იქ იდგე, შენ ხალხთან იდგე და აი როცა ჩამოვედი და დავინახე, რომ ათეულობით 1000 ადამიანი იდგა რუსთაველზე და გემახსოვრება თქვენ, რომ ჩვენ ერთად ვიყინებოდით დეკემბერი, იანვარი, თებერვალი რუსთაველზე და ეს იყო რაღაცა ფანტასტიკური შეგრძნება, როცა ცივა გაუსაძლისად, მაგრამ შენ რაღაცნაირად მარტივად მკლავები ამ ყველაფერს, იმიტომ რომ იცი რომ შენ ქვეყანას ესე ჭირდება იმ მომენტში და მე მახსოვს მთელი დეკემბერი უკვე ის, რასაც ჩემი თვალით ვხედავ, მე პირველად ვიგრძენი, მანდ რა იყო, როცა რაღაცნაირად თქვა გიგრძნელდება ამ რაღაცა სპეციალური გაზის გამონაჟონის თუ არ ვიცი რაღაცის გამო ეს იყო კატასტროფა და მე ვნახე ჩვენი სისხლისღვრა და უბედურება. ეს არის ფაქტობრივად მე სულ ადარებ ხოლმე 9 აპრილს, რაც ხდებოდა 9 აპრილს რუსების მიერ რა უბედურებაც მოგვიწყეს მათ. ფაქტობრივად ხედავდით, რომ აი ამ ყველაფერს ეხა აწყობდა და აკეთებდა და დღემდე აკეთებს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელიც არინდობს თავის მოქალაქეებს, არავის არინდობს, ვისაც განსხვავებული პოზიცია და ვინც როგორ გითხრათ, ვისაც უყვარს თავის სამშობლო, გვეძახიან სამშობლოებს, გვეძახიან რომ ვიღაცა მიხვინს დგას ხალხი ფილოსოფიის და სპეციალურად დგას. ეხლა ძალიან ტრენდული გახდა deep state, ანუ ყველა სიბინძურეს იგონებენ იმისთვის, რომ თავის მომხრეებს
დააჭერონ, რომ აი ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის მტრები და თვითონ არიან ჩვენი ქვეყნის მოყვარეები, იმიტომ რომ მაქსიმალურად ბოლომდე ელახუცებიან რუსეთს. სხვათა შორის ნოდიკო დასაწყისში როცა ეს აქციები იყო, ბევრი ადამიანი იყო სკეპტიკურად განწყობილი, მათ შორის სოციალურ ქსელში თუ ჩვენ ირგვლივ და სულ ვამბობდი მათ ეთერშიც არ ვალავდი, რომ რუსთაველის გამზირზე მისვლა იქნებოდა საკმარისი, რომ დაენახათ რამდენად ერთსულოვნება იყო, რამდენად მართლა რაღაც ერთი იდეის თუ მიზნის გარშემო იყვნენ ადამიანები გაერთიანებული, როცა მათ უსამშობლოებს თუ ფულზე გაყიდულებს ეძახდა ქართული ოცნება და აი ამ კადრების გახსენებით ახლა მეც ასე ვთქვათ ამომიტივტივდა მთელი ის პერიოდი. და ალბათ კარგითაც არის, იმიტომ რომ დღესაც ჭარბობს ნიჰილიზმი საზოგადოებაში და იმის გახსენება, რომ ერთად ბრძოლას აქვს შედეგი, ალბათ იქნება ეფექტური. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ გაიმარჯვოს ხალხმა იმისთვის, რომ გადარჩეს ჩვენი ქვეყანა, ეს არის ის, რომ ყველა უნდა ვიყოთ ერთად, ყველა უნდა ვაპროტესტებდეთ, ყველა უნდა იღებდეს ხმას, იმიტომ რომ გუშინ ერთ-ერთ მართლა ეგრეთ წოდებულ პარლამენტარის რაღაც სიტყვებს კითხულობდი რა, ქარდადიდო ერთ-ერთ საინფორმაციო პორტალზე, რომ აი თქვენ უსამშობლოებო ყველა ერთად ერთ გემში უნდა ჩაგყაროთ და მერე ოკეანეში უნდა ჩაგდიროთ. ესე იგი წარმოიდგინეთ თქვენ ან რა დონის უთიფრობა, ან რა დონის სიძულვილია, ან რა დონის ბოროტება, რომ ესე იგი ყველა უნდა განადგურდეს და მოისწოს, ვინც ფიქრობს საპირისპიროდ. ხო და ნუ აი ამის სატანას ახლა ჩვენ თუ ვაპირებთ დღეს რო ეს ხდება, თქვენ წარმოიდგინეთ რა მოხდება ერთი წლის მერე და ორი წლის მერე. ამიტომაც ყველა უნდა გამოვხილდეთ, ეხლა არის რაღაცნაირი ერთადერთი შანსი არის, რომ ქვეყანა გადარჩეს, დაინიშნოს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ ჩვენი პოლიტპატიმრების არაჩვეულებრივი ბიჭები, ვინც აბსოლუტურად ტყუილუბრალოდ ციან ციხეში და ასევე ჩვენი ბათუმელი ჟურნალისტი, ქალბატონი, რომელიც აი მართლა რა აბსურდში ამყოფებენ ამ ადამიანს, მართლა ყველა გადარიულია და შოქში, ამიტომ გამოვხიზდეთ, აი ჩემი თხოვნა რომ ყველა გამოვხიზდეთ ესე შვიდობიანად გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო. მადლობა ნონდიკო, წარმატებები, დაველოდებით, მაინტერესებს კლიპი.